გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ზურათორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. რუბრიკაში კვირის თემა ეგრეთ წოდებული გალის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივები. ფრიდონ სულაბერიძე 75 წლის გახდა. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. არჩევნები 2016 დასრულდა. ცნობილია მეცხრე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ახალ პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდა. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 115 მანდატი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 27 მანდატი. დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. გაერთიანებული ოპოზიცია 6 მანდატი. თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლო 1 მანდატი. დამოუკიდებელი დეპუტატი 1 მანდატი. წინასწარი შედეგით ქართულმა ოცნებამ მოაგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც მათ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საშუალებას მისცემს. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და უცხოელმა დიპლომატებმა შეაფასეს როგორც კარგად ორგანიზებული და დემოკრატიული. ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია, აცხადებს საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი. არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილი ცალკეული პრობლემების მიუხედავად იან კელი ინციდენტების სამართლიანი გამოძიების იმედს გამოთქვამს. აქვე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მოხვედრილი ყველა ძალა მუშაობდეს საერთო მიზნების მისაღწევად. საერთო მიზნებია დემოკრატიის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია, განმარტავს საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი. ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანი ნედ პრაისი. ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია. აღნიშნავთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული და ადმინისტრირებული კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებების პატივისცემით. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სატყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად, ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივნის განცხადებაში. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს ამერიკელი კონგრესმენი ტომ მერინო. კონგრესმენი ქართულ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას და რეგიონში დემოკრატიული ლიდერის სტატუსის მოპოვებას ულოცავს. ტომ მერინოს განცხადებით, არჩევნების სამართლიანად ჩატარება ადასტურებს, რომ საქართველოში ხალხის აზრს პატივს სცემენ. რაც შეეხება ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაიმართება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგები და 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სოციალურ პროექტებს, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებების დაფინანსებას. მთავრობის სხდომაზე მოისმინეს აგრეთვე ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მანուն გოგუამ თბილისში განლაგებული დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ მოხსენება წარმოადგინა. სხდომაზე პოლიკლინიკების ხელმძღვანელებიც იყვნენ მოწვეულები. თითოეულმა მათგანმა უწყებაში არსებულ პრობლემებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ დევნილობის მიუხედავად აღნიშნული დაწესებულებები მეტნაკლებად ახერხებენ ბიზნეს გეგმის შესრულებას. ამასთან დევნილი ექიმები პაციენტებს სრულფასოვან მომსახურებას უწევენ და ცდილობენ გაუძლონ ჯანდაცვის სფეროში არსებულ კონკურენციას.
მღვდელთა პოლიკლინიკების სრულყოფილი მუშაობისთვის როგორც ხდომაზე აღინიშნა აუცილებელია მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სარემონტო სამუშაოების ჩატარება. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება, ასევე ლაბორატორიებით უზრუნველყოფა. ძირითადი პრობლემა, რაც თბილისში განლაგებულ დევნილთა პოლიკლინიკებს აქვთ, ეს არის, რომ მათ დროებით სარგებლობაში აქვთ ფართი და არა საკუთრებაში, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის სამართლებრივადაც, რომ მათ გაუმჯობესონ თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ძირითადად ეს ნაგებობა შენობები არის ძველი ნაგებობა, რომლებიც საჭიროებენ რემონტს, ზოგჯერ კაპიტალურსაც და ბევრი რამის შეცვლას. ჩვენ დევნილთა პოლიკლინიკებს არა აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ თქვა თავისი თანხებით შეიძინონ დღეს თანამედროვე აპარატურა. და იმ კვალიფიკაციის შესაბამისად, რაც ჩვენს მედპერსონალს აქვს, მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ პაციენტებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წლიდან წლამდე მომართვიანობა პაციენტების არათუ იკლებს, იზრდება ჩვენს პოლიკლინიკებში და სწორედ განპირობებულია ეს ძირითადად ჩვენი სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციით. ძალიან მწვავედ დგას გადამზადების საკითხი მედპერსონალის და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო დევნილთა პოლიკლინიკებში, არამედ მთელ საქართველოში დღეს პრობლემური საკითხია და წამოწევას საჭიროებს საშუალო სამედიცინო პერსონალის ექთნების გადამზადების საკითხი. ჩვენ მოძიებული გვყავს დონორი ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს გადამზადებას, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საქართველოს უნივერსიტეტთან და დიდი იმედი მაქვს, რომ 2017 წლის დასაწყისში უკვე ჩვენ გადავამზადებთ რამოდენიმე კადრს. ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დაავალა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ წამოჭრილი საკითხების შესწავლა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გზების გამოძებნა. განვიხილეთ დღეს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, ძირითადად პარამეტრები ნორმალურად სრულდება, აგრეთვე განვიხილეთ მომავალი წლის ბიუჯეტი და მინდა გითხრათ, რომ აი არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ წელს, ისე როგორც გასულ წლებში ცოტა მატება იყო სოციალურ პროექტებს და ძირითადად იქნება ჯანდაცვის მიმართულებით, იქნება ეს განათლების მიმართულებით, წახალისების რესურს გავზრდით საქმე ეხება სტუდენტებს და ასევე ძალიან სერიოზული მიმართულება იქნება ჩვენი შეპესეების სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა და მათთვის შესაძლებელი პირობების შექმნა. 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ხდომა აფხაზური ენის დღის მილოცვით დაიწყო. პრემიერმა აფხაზურ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას ეს დღე მიულოცა და აფხაზებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედიც გამოთქვა. მინდა მოგილოცოთ აფხაზური ენის დღე. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. აფხაზური ენა ქართულთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა მიულოცო არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. მე დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ყველას გვჟერა, რომ ჩვენ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ენის სტატუსის მატარებელია აფხაზეთში. მისი დაცვა და განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტთაგანს წარმოადგენს. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის მთავრობისადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის კათედრა. ფუნქციონირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აფხაზურ ენოვანი საიტი. აფხაზურ ენაზე ითარგმნება გამოჩენილი
მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები. აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ ხორციელდება აფხაზურ ენაზე ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის ტრანსლაცია და ყოველივე ეს ემსახურება აფხაზური ენის როგორც ასიმილაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ენის დაცვასა და ენათა მსოფლიო საგანძურში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში. მერაბ კოსტავა, ასე ეწოდება ნინო მიქიაშვილის წიგნს, რომლის პრეზენტაცია ვალერი არქანიეს სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. იგი აფხაზურ ენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა თარგმნა. ნაშრომი ბიოგრაფიული ხასიათისაა და მასში წარმოდგენილია ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა. სიმბოლურად წიგნის პრეზენტაცია აფხაზური ენის დღეს დაემთხვა. გამოიცა მერაბ კოსტავა მეორე გამოცემა ქართულ-აფხაზურად გადათარგმნეს აფხაზებმა. რატომ აფხაზურად მერაბ კოსტავა? იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს აფხაზები, ჩვენ მათი გულებისკენ სავალგზას ვეძებთ. მერაბი იყო ჩვენი დროის გმირი სამაგალითო ქართველი, რომელიც თავგანწივრით იბრძოდა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უკეთესი მომავლისთვის. სიმბოლურად დაემთხვა დღევანდელი დღე. ეს არის აფხაზური ენის დღე. პირველმა მერაბ კოსტავამ თქვა აფხაზეთში მოედანზე მე მიყავდა მიტინგი, სადაც უთხრა აფხაზებო, ჩემო ძმებო, მოდი გავხსნათ აფხაზური სკოლები. თქვენ აფხაზური სკოლა არ აგაქვთ. და სწორი უთხრა. მე 4 კლასამდე ასწავლეთ აფხაზურ და შემდეგ რუსულად სწავლობ. ამიტომ მე ძალიან მინდოდა რომ ეს ყოფილიყო აფხაზურად თარგმნილი. ინგლისურადაც უნდა ითარგმნოს ეს. მთელმა მსოფლიომ ნახოს რომ ჩვენ როგორ პატივცემთ ურთიერთ რაღაც სიყვარულს, რომელიც მრავალი საუკუნეებს იწვევს. აი ესეთი დღეა დღეს და საოცარმა საზოგადოებამ მოიღარა დღეს აქ თავი. საქართველოში სხვათა შორის ძალიან ბევრი რამე კეთდება აფხაზური ენის სწავლების კუთხით, არ დაიკარგოს ეს განვითარება რომ ქონოდეს და მე იმედი მაქვს რომ აქ იმდენად ისწავლიან აფხაზური ენას, როცა შეხვდებიან თავის აფხაზ ძმებს და ელაპარაკებიან აფხაზურად. აქ რჩირდა სნხელს და ხობ აფსობის შამშ. ის ბანზერ აქ რჩა და არაზირაშენი ყარწოით აფსობის შაჭარას. მერაბ კოსტავა არის ქართული თავისუფლების სიმბოლო. თავისი ცხოვრებით დაამტკიცა ის, რომ რამდენად ძლიერია ქართველი ადამიანი, მისი სული და როგორი მიდრეკილება ქართულ საზოგადოებას, ქართველ ერს თავისუფლებისადმი. აფხაზურ ენას მიეძღვნა დღევანდელი დღე. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ტოლერანტობა, ქართველი ადამიანის ტოლერანტობა კიდევ ერთხელ კარგად ჩანს. იმაში, რომ არც ერთი ეთნოსი, ერი ჩვენთან შეზღუდული არ არის არაფრით. ყველა შეუძლია თავისი კულტურის განვითარება. საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს მერაბ კოსტავას ფასდაუდებელ წყვილზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ასევე აღინიშნა წიგნის გამოცემის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და მათ შორის იყო თავად მერაბ კოსტავას პორტრეტი, რომელიც მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა. მერაბის პორტრეტი მე მქონდა ადრე მისი სიცოცხლის დროს დახატული სოხუმში. ასევე ზვიად გამსახურდია პორტრეტი, მაგრამ ისინი და ყველაფერი დარჩა სოხუმში. ეს პორტრეტი მე გუშინ დავხატე, ესე ვთქვათ, მეხსიერებით, ზოგჯერ ჩავხედე კიდევ ზოგიერთ ფოტოს. ალბათ დადგება დრო, როდესაც ის რაც სულიდან უერთდება, მერაბს იმას დავხატავ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით თბილისში კიდევ 68 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა. ობიექტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. საუბარია იმ ბინებზე, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ. საბოლოო ჯამში თბილისში 721 დევნილი ოჯახისთვის კერძო მესაკუთრეებისგან უკვე გამოსყიდულია 18 ობიექტი. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მთავრობის განკარგულებით საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში 12500-ზე მეტ ოჯახს გადაეცა. აღნიშნული საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს. განეხილათ მთავრობამ დევნილებისთვის ბინების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი. 68 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები თბილისში, წალკაში და
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მინდა გამოვყო განსაკუთრებით 33 ოჯახი ნუცუბიძის ქუჩაზე, იმიტომ რომ ეს 33 ოჯახი თითქმის 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა კერძო საკუთრებაში, ერთის მხრივ მესაკუთრე ვერ იყენებდა თავის ქონებას, მეორეს მხრივ დევნილები პრაქტიკულად იყვნენ იმ მდგომარეობაში, როცა არ იცოდა როდის მოხდებოდა მათი გამოსახლება და პრაქტიკა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ამის ნათელი მაგალითია შემთხვევაში, როცა გამოვისყიდეთ მესაკუთრისგან ეს შენობა მთლიანად, თავის სარდაფებიან, დერეფნებიან, ჭერიან ყველაფრიანად, ეზოიანად გადაუმტკიცეთ დევნილებს, შესაბამისად მესაკუთრეს გაუჩნდა თავისუფალი თანხა, რომელსაც ბუნებრივი ეკონომიკის განვითარებას მოახმარს, ხოლო დევნილებს გაუჩნდა თავის საკუთრება, თავისი სახლი და ეს არის ის პროცესი, რომელიც გრძელდება პრაქტიკულად მთავრობის ხდომა არ გავარო, დევნილების საკუთრებაში არ გადაეცეთ სახლები უკვე 12500 გადასდა საკუთრებაში მიცემული სახლები ბოლო 4 წლის განმავლობაში. თბილისმა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ფიესტალონია მილენიოს უმასპინძლა, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ კი ორგანიზატორებმა გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მუდმივად მონაწილეობს ფესტივალში და წელს პირველად სწორედ ის გახდა მასპინძელი. აღსანიშნავია, რომ ფიესტალონია მილენიოს დამფუძნებელი და პრეზიდენტი ესპანეთში მცხოვრები ქართველი დავით ჯაფარიძეა. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან არის. საქართველოს მხრიდან კი ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფესტივალის პარტნიორი სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის მიმართულებით ხათუნა ჩარკვიანი და არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის თავმჯდომარე შორენა ტაპატაძე. ეს არის უკვე საიუბილეო მე-10 წელი იმისა, რაც არსებობს ეს ფესტივალი. მაგალითად, აფხაზეთის კაპელას გრან-პრი აქვს აღებული ამ ფესტივალზე. უშუალოდ რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის ჩართულობას აქ, ჩვენ გვყავდა რამდენიმე ანსამბლი გაყვანილი ამ ფესტივალზე და ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და ეს ყველა ჩვენი განხორციელებული პროექტი არის ესეთი თანამშრომლობის საფუძველზე და ძალიან კარგია, რომ ეს ფესტივალი ახლა იმართება აქ თბილისში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი თითოეული მონაწილესთვის. ტრადიციულად საქართველოს ასეთ ფესტივალებზე ყოველთვის გამოდის გამარჯვებული, ხშირად საპრიზო ადგილები და გრან-პრი ჩვენი ხვედრია ხოლმე და ბოლო ფესტივალიც, რომელიც ჩატარდა სექტემბერში, სწორედ ჩვენმა ანსამბლმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ლილემ, ეს გახლავთ საქართველოს ხმელთა კავშირთან არსებული ანსამბლი, მოიპოვა ამ ფესტივალის გრან-პრი. ტრადიციულად აფხაზეთიდან წარმოდგენილი ჩვენი თანამემამულები ყოველთვის მონაწილეობენ ამ ფესტივალებში, ამჯერადაც ჩვენ რამოდენიმე კოლექტივი გვყავს, როგორც ქორეოგრაფიული, ისე ვოკალის ხაზი. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში პირველჯერ ტარდება ეს პროექტი. ფესტალონია ეს არის ორგანიზატორი, ისპანური ორგანიზატორი თანაშორისო ფესტივალი. ყოველ წელი გვინდა გავაკეთოთ ერთჯერ აჯარაში, ბათუმში და თბილისში ყოველ ოქტომბერში. გახდება ტრადიციული და უფრო მასშტაბური იქნება. ფიესტალონია მილენიოს საფესტივალო კომიტეტი უკვე მრავალი წელია ესპანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს. ამჯერად თბილისში მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ შორის იყო ესპანეთი, ისრაელი, გერმანია, ინდოეთი, ყაზახეთი და სხვა. Очень красивые. თბილისი ძველი, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალაქია. ფესტივალზე ჩვენ ვასრულებთ სიმღერას ჩვენ სამშობლოზე, ყაზახეთზე. ამას გარდა ვცეკვავთ კიდეც და ამიტომ ორივე საკონკურსო დღეს მონაწილეობთ. ჩვენთვის ეს არ არის პირველი ფესტივალი, მანამდე ესპანეთშიც ვიყავით. Мы вдвоем играли дуэт. ჩვენ შევასრულეთ დუეტი. მუსიკა ძალიან საინტერესოა. ვისთანაც ერთად ვასრულებ დუეტს, მისთვის უკვე მესამე ფესტივალია. იგი იყო ესპანეთსა და იტალიაში, მე კი პირველად ვღებულობ მონაწილეობას. რაც შეეხება თბილისს, ძალიან ლამაზი ქალაქია. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ქართველების სტუმართმოყვარეობით. Фестиваль действительно очень интересный. ძალიან საინტერესო ფესტივალია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს შეხვდე და გაიცნო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი. თბილისი ძალიან ლამაზია, ძველი, თუმცა ამავდროულად თანამედროვე. კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. პირველი დღე ვოკალურ, ინსტრუმენტალურ და საგუნდო მუსიკას დაეთმო.
მეორე დღე კი ქორეოგრაფიას. ფესტივალის დასკვნით გალა კონცერტზე გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. საქართველო 4-დან 3 გრან-პრის მფლობელი გახდა. გამარჯვებულები არიან პიანისტი ნიკოლოზ კონიაშვილი, ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 ანსამბლი, ქორეოგრაფიული უნივერსიტეტი და ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელ ქალთა ანსამბლი გორდელა. მეოთხე გრან-პრის მფლობელი გახდა რუსეთის წარმომადგენელი. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, ის სხვადასხვა ქვეყანას შორის განაწილდა და მათ შორის საქართველოც მოხვდა. ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა სწრაფ ჭადრაკში. შეჯიბრება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორების განმარტებით ტურნირის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ჩაბმა ჭადრაკის სექციებში. ტრადიციულად ყოველ წელს ვატარებთ ამ ტურნირს და მისასალმებელია, რომ წელსაც 40-მდე ახალგაზრდა მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში. ჩვენ ორ ღონისძიებას ვატარებთ ჭადრაკში. ერთი ჩავატარეთ ჩვენ ამ წელს აპრილის თვეში ქალაქ ზუგდიდში, რეგიონალური და აქ აღმოსავლეთ ზონაში ჩავატარეთ კიდევ აფხაზეთის ღია პირველობა. აქ გამარჯვებული მოსავლე ახალგაზრდები მიიღებენ შემდგომში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას. მადლობა მინდა უთხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, რომლებიც მხარში დაგვიდგა და ესე ლამაზად ყოველ წელს გვატარებიებს ამ ღონისძიებებს. უსურვებ ჩვენს სპორტსმენებს, მოჭადრაკეებს წარმატებას მომავალში. ესეთი საინტერესო ბავშვები არიან, რომ დიდი იმედებია, რომ ისინი თავის სიტყვას იტყვიან ჭადრაკში და სასიხარულო ის არის, რომ აქ არის ძალიან ბევრი აფხაზეთის ახალგაზრდობა. აფხაზეთის ღია პირველობაზე ჭადრაკში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა საჯარო სკოლისა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მოსწავლეებმა. ამ პატარა მოჭადრაკემ ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ილია კავკასიძემ ჭადრაკის თამაში 7 წლისამ დაიწყო და 11 წლის უკვე არაერთი ტურნირის მონაწილე და გამარჯვებულიც გახდა. ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი დღით. მე დღეს პირველი ადგილი ავიღე, წინა წელს ავიღე მეორე ადგილი, მონაწილეობ მეორეჯერ. ძალიან მიყვარს ჭადრაკი და ცხოვრების დიდ ნაწილს დავუთმობ ამ სფეროს. მინდა რომ მოჭადრაკი გამოვიდე. მე მიყვარს რობერტ ფიშერი, ხოსე რაულ კაპაბლანკა, გარი კასპაროვი. შეჯიბრებაში გამარჯვებულ და პრიზიორ ახალგაზრდა სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ. ეგრეთ წოდებული გალის ადმინისტრაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ახალმოჩვენებით სიკეთეებს თავაზობს. ამის შესახებ უფრო ვრცლად რუბრიკაში კვირის თემა. გალის რაიონი და იქ მცხოვრები ქართველობა აფხაზური ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ამ ბოლო დროს კი იზრდება ხაჯიმბას რეჟიმის წარმომადგენელთა მოჩვენებითი ლოიალური პოლიტიკა რაიონის ქართული მოსახლეობისადმი. გალის რაიონის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია აფხაზური მთავრობის ახალ აქტივობებს ახმაურებს. როგორიცაა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნა, რაიონული ტელევიზია, ახალი საიტის ამოქმედება, გალის მცხოვრებლებისთვის ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა. როგორც თემურ ნადარაიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი ინფორმაციით, გალის რაიონში მცხოვრები 17800 ადამიანიდან მხოლოდ მცირე ნაწილია აფხაზეთის მოქალაქე, დანარჩენები კი საქართველოს მოქალაქეები არიან. ამიტომ საჭიროა სათანადო ცვლილებების შეტანა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტატუსის შესახებ კანონში, რაც ბინადრობის უფლებით ცხოვრების საშუალებას მისცემს მათ, ვინც 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, განმარტავს ნადარაია.
მისივე ინფორმაციით ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა მალე უნდა განიხილოს ეს საკითხი და გალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება პასუხისმგებლობით მიუდგება საკითხის გადაწყვეტას და კანონში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტატუსის შესახებ საჭირო შესწორებებს შეიტანს. თემურ ნადარაია გალის რაიონში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტი უკვე მზად არის, რათა უმოკლეს დროში აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს წარედგინოს განსახილველად. ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ ამ პროექტის მოწონება მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ეგრეთ წოდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, ირწმუნება ნადარაია. ქართული მხარე თვლის, რომ აფხაზურ მხარეს კარგად ესმის გალის რაიონის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა. ამიტომაც მსგავსი განცხადებები და შემდგომი გადაწყვეტილებებიც გასაკვირი არ უნდა იყოს. ექსპერტები აფხაზური მხარის ახალ ინიციატივებში ქვედინებებს ხედავენ. ემზარ ჯგერენაიას თქმით, ეგრეთ წოდებული აფხაზური მთავრობა ცდილობს მოტყუების გზით ქართული მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვოს. ეს სიტუაცია გავს იმას სწორად, რომ გალის მოსახლეობა, რომელიც რუსეთთან სრული ასიმილაციის წინანდები იყო. სულ მე ვფიქრობ, მაგის მოთაფლა და მოგთამვა და მოსყიდვა ჭირდებათ, მე ეს მგონია. ჩემს მეზობელს რო ვეკითხები გალში, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ მოგიქი გარდაქმნილი იქნას, ძალიანად და შეცვლილი იქნას ლანდშაფტი მოსახლეობისა იმ გალის რაიონში, იმიტომ რომ მუდმივად წინამძღოლი არიან, წინამძღოლობის ესეთი საყრდენია წინა პრეზიდენტის დროსაც და ეხლაც ანტირუსული კუთხით მომუშავე სერიოზული რაიონია და ბუნებრივია ამას ხედავენ. ბინადრობის უფლება ეს და საბუთების გამკაცრება ბოლო ხანებში დაიწყეს აფხაზური პასპორტების გაცემა. ეს პირდაპირ მიმართულია იურიდიულად ქართული მოსახლეობის რაოდენობის კლებისკენ, როცა თქვენ გაქვთ ბინადრობის უფლება, თქვენი შექმნით გალში არ ცხოვრობთ, მაგრამ შეგიძლიათ მოხვიდეთ, იმუშაოთ, იცხოვროთ და დროებით და გახვიდეთ. ამიტომ აქ ჩადებულია უზარმაზარი ნაღმი იმისა, რომ ხელოვნურად შეამცირონ გალის ქართული მოსახლეობა. ეს მე ვფიქრობ, როგორ შევძლოთ რა მექანიზმებით, არ ვიცი, ალბათ უფრო საერთაშორისო თანამდებობის დახმარებით და ორ ფორმატში, ჭუურხენის ფორმატიც გამოვიყენოთ ამ კუთხით, მაგრამ ერთი რამე რომ ამას წინ უნდა აღუდგეთ ყველა ვარიანტში. ექსპერტი ლევან კიკნაძე გალში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნას არარეალურად მიიჩნევს და ამ ინიციატივას აფხაზური მხარის იმ სცენარის ნაწილად თვლის, რასაც ეგრეთ წოდებული ხაჯიმბას ხელისუფლება წლების განმავლობაში გალში მცხოვრებლების მიმართ ატარებს. მისი განმარტებით, ბინადრობის უფლების მინიჭებით აფხაზური მხარე გალის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას ართმევს, რადგანაც ხაჯიმბას მისი რეაქციული პოლიტიკიდან გამომდინარე მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვს. როდესაც აქვაბი გადააყენეს, ხაჯიმბამ გააკეთა ასეთი აქცენტი, რომ როგორმე გალის მოსახლეობა ჩამოეშორები არჩევნებიდან. ეხლა რა ხდება? ოპოზიცია წყალი შეუყრენა ხაჯიმბას. ეხლაც მიმდინარეობს იქ პროცესები, 3 კვირა მიწეს ხაჯიმბას და მოთხოვა ოპოზიციამ გადადგომა. ეხლა რაც შეეხება ამ კანონ პროექტს, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია და წლის ბოლომდე ორივე მოსმენით უნდა იქნას მიღებული და უпроსტად მომავალ წელს ეს კანონ პროექტი უნდა შევიდეს ძალაში. ამ კანონ პროექტით იცვლება პასპორტები აფხაზეთში. ამიტომ ძველი პასპორტი, რომელიც კიდევ შერჩენილი აქვთ ქართველებს და რომლებიც მალავენ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, ახალი პასპორტის გაცემის დროს დაუბლოკავენ და აღარ მიცემენ ახალ პასპორტს. ამ კატეგორიის მოქალაქეებს მიცემენ ბინადრობის უფლების დოკუმენტს. ბინადრობის დოკუმენტი არ აძლევს უფლებას მის მფლობელს იყიდოს ახალი უძრავი ქონება. უფლებას უტოვებს კონდეს ის რაც აქვს, მაგრამ ახლის უფლებას არ აძლევს და არ აძლევს უფლებას მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ეს რას ნიშნავს? მონაწილეობას მიაღებიებს ადგილობრივ არჩევნებში და მონაწილეობას არ მიაღებიებს საპრეზიდენტო არჩევნებში. გამოდის, რომ თავის მიზანს ხაჯიმბა და მისმა კლანმა მიაღწია, უბრალოდ მიზანს აღწევს ამ კანონით. არა მარტო ხაჯიმბას, იქ სხვა რეაქციული ძალის წარმომადგენლებს არავის არ უნდა
ქართლის მოსახლეობის ხმები. იციან, რომ ისინი ხარს დაუჭერენ ისეთ კანდიდატს, რომელიც პროქართული კი არა, ადამიანური იქნება და იქნება აი მოტივირებული იმისთვის, რომ ამ ხალხს რაღაცის უფლებები გქონდეთ. ამას მე დავარქვი კლასიკური ნიმუში აფხაზური აპარტეიდისა, რომელიც შესავებულია რუსულ შოვინიზმში. იქ მოქალაქეებს უფლება და ყველაფერს უფლება აქვთ რუსებს, რუსეთის მოქალაქეებს ამის უფლება საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ. გალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნადარაია ენგურჰესის მუშაკებისგან საშემოსავლო გადასახადის აფხაზეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდასაც ითხოვს. ჩვენ პირველად გავითვალისწინეთ რაიონის ბიუჯეტში ენგურჰესის მუშაკების მიერ საშემოსავლო გადასახადის გადახდა და ამის სრული უფლება გვაქვს. საწარმოში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, 6-ზე მეტი უცხოელი სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან. ამ თანხების მოცულობა 3 მილიონ რუბლს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელზე მეტია ორმხრივი შეხვედრების დროს ენგურჰესის სტატუსი ირკვევა, ამან საგადასახადო პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, აღნიშნავს ნადარაია. ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განმარტებით აფხაზური მხარის გაღიზიანება ქართული მხარის მოთხოვნამ გამოიწვია, აღირიცხოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა, რასაც უკვე რუსული მხარეც ითხოვს. ლევან კიკნაძე კი განმარტავს, რომ აფხაზურმა მხარემ ახალი ხრიკი მოიგონა ბიუჯეტის შესავსებად. ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი, რომ უეცრად აღრიცხეთ რამდენი ელექტროენერგიას იხმარს თქვენი მოსახლეობა და რაღაცები საფასური გადაიხადეთ. ამის საპირწონოდ არის, მე ვფიქრობ, ამის დაყენებული საკითხი, რომ ისო რამდენიმე ადამიანი მუშაობს, რო იცოდეთ მინიმალურ თანხაზეა ლაპარაკი, სასაცილოდ არ ყოფილ. რუსეთის მხარეც კი ითხოვს ოპერატორი ამ ენგურჰესის, რომ დაწესდეს ტარიფი, თუნდაც მინიმალური. ყოველეთი რამ მსოფლიოში არ ხდება, ხო, დენს მოიხვანა და არაფერს არ ხდება. ამიტომ ეს პრინციპული თემაა და ამ გამრიცხველიანობას ეწინააღმდეგებიან და ეს ერთ-ერთი საარჩევნო, მე ვფიქრობ, დაპირება, ლოზუნგი. ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი ენგურჰესის ირგვლივ. გარდა იმისა, რომ სტატუსი არ არის განსაზღვრული, იქ ლაპარაკი იმაზე, რომ ვარდნილესების შეკეთების ხარჯები კაპიკი არავის არ გაუღია, საერთო ორგანიზაცია საქართველოს გააკეთა თუნ ენგურჰესის შეკეთების ნაწილი, მთავარი რა არის, რომ იმ ენერგიას, რასაც გააძლევს საქართველოს მხარე, აფხაზურ მხარეს, იმის ფულს არ იხდის, აფხაზები ფულს დენის საფასურს არ კრიფავენ და უფრო მეტიც. როცა ხშირად აფხაზურ მხარეს თხოვნით რუსეთიდან ყიდულობს საქართველოს და მას უსასყიდლოდ აძლევს აფხაზურ მხარეს, არც იმის ფულს არ იხდან. საშემოსავლოზე ლაპარაკობენ, იმიტომ რომ დაიწყო ლაპარაკი, რომ აღურიცხოთ აფხაზური მხარე იძახის, რომ როგორც კი დენის საფასურის მოთხოვნას დაიწყოთ, აფხაზეთში რევოლუციის ტოლფასია, ამით თქვა აშინებენ ჩვენ ქართულ მხარეს, დესტაბილიზაცია დაიწყება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაიაროს აფხაზურ მხარემ, აუცილებელი აღრიცხონ და მინიმალური გადასახადი საფასური დააწესოს ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგია თითქმის მუხტად აქ აფხაზეთში. ეხლა შემოიგონეს ეს ამბავი, რომ როგორმე აი ამ ქართველი მომსახურიდან მიიღონ ეს ტარიფი. როგორმე რაღაც შევიდეს იმათ ბიუჯეტში. თუმცა ის ხმები, რომ ტარიფი უნდა მომატებულიყო, იციან რა საფრთხის შემცველიც არის. საქმე იმაშია, რომ ტარიფს ვერ უმატებს, თუმცა ხარჯები არის ელექტროენერგიის მომსახურების არის იქ, ხელფასები ეს არის თუ არის, მაგრამ ეს უნდა იმ ხალხის და იმ ტექნიკური პერსონალის ხარჯზე, რომელიც მუშაობს ენგურჰესზე. თორე მოსახლეობას ის ამ ტარიფს ვერ აუმატებს. თავის მხრივ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს. ხაჯიმბა ხაზს უსვამს იმასაც, რომ სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც მომხმარებელს დაავალდებულებს დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას. ეგრეთ წოდებული მთავრობის გადაწყვეტილებით მომხმარებელს ჩამოეწერება მოხმარებული ელექტროენერგიის ნახევარი, მაგრამ ხაჯიმბას განცხადებით მეორე ნახევრის საფასური მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გადაიხადოს. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ასევე ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფების მომატება არ განიხილება. კომპანია ჩერნომორ ენერგოს გენერალური დირექტორი ასლან ბასარია აღნიშნავს, რომ საჭიროა გადაიჭრას ურჩი გადამხდელების საკითხი, რაც პირდაპირ მოქმედებს ელექტროენერგიის ხარისხზე. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მწვავე ეკონომიკურ ვითარებას ემატება პოლიტიკური დაძაბულობაც.
ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილება იზრდება და ოპოზიციური ძალების ბლოკი რაულ ხაჯიმბას უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ოპოზიციური ძალების ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ფონდის აპრას ხელმძღვანელმა ასლამ ჟანიემ განაცხადა. როგორც პარტია ამცახარას პოლიტსაბჭოს წევრი კოკოს კირი აღნიშნავს, ოპოზიციას სურდა რეფერენდუმზე გაერკვია, როგორ არის განწყობილი აფხაზი ხალხი მოქმედი ხელისუფლების მიმართ. თუმცა ხელისუფლებამ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი განაცხადა. აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტი ინიციატივები უნდა შესთავაზოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას და საინფორმაციო ომი სწორად უნდა წარმართოს. ის ტერიტორია ჩვენია, ის მოსახლეობა ჩვენია, მართალია ის სეპარატისტები და მათი ამხოლი ბევრი აზრშეცვლილია იქ არსებული ვაკუუმის გამო. ეს ვაკუუმი უნდა გავარღვიოთ. გავარღვიოთ და ყველა პირობა შევქმნათ, რათა იქ ვაჩვენოთ იმ მოსახლეობას, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ. ამას კლასიკური გაგებით საინფორმაციო ომი ეწოდება. საინფორმაციო ომი იქ გაცხადებული აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს და თქვენ თუ ნახავთ და დააკვირდებით, რაც შუქდება იქ და რაც ქვეყნდება, ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, როგორმე დაგვაშორონ ჩვენ აფხაზეთის მოსახლეობასთან. საქართველოს ხელისუფლება წარმოაჩინონ მტრებად და ის მტრის ხატი დღესაც იქ ძალიან ძლიერად მოქმედებს და მოქმედებაშია. ამიტომ ამბობ მე, რომ იქ უნდა შევქმნათ ჩვენ პირობები, რომ იმ ხალხს ვანახოთ ოპოზიციაში მყოფ ხალხს, რომ შენ თუ ებრძვი ხაჯიმბას ხელისუფლებას, შენ ებრძვი შენ დაღუპვისკენ მიმავალ გზებს და ამ დაღუპვისკენ მიმავალ გზების ერთადერთი მშველელი მხოლოდ ჩვენა ვართ ქართველები. ფრიდონ სულაბერიძე 75 წლის გახდა. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ულოცავს ბატონ ფრიდონს იუბილეს. აფხაზეთი ყველა ადამიანის ტკივილია და ისეთი ტკივილია, რომ ვერ ვიშუშებთ და არც უნდა მოვიშუშოთ, ეგა ჩვენ უნდა ისევ შევრიგდეთ, ისევ უნდა ვიყოთ ერთად და გავაგრძელოთ ის დიდებული საქმე, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ სოხუმში ჩასვლა ეს იყო ჩვენთვის დიდი ზეიმი, იმიტომ რომ იცით როგორი პუბლიკა იყო ის საზაფხულო თეატრში, სადაც გამოვდიოდით, ჯერ სავსე იყო ეს თეატრი და ხალხი ხალისით მოდიოდა, რომ ენახათ სუხიშვილის ანსამბლი, მე სუხიშვილის ანსამბლში ცეკვავდა იქიდან გამომდინარე, მინდა მოიგონო ეს ყველა ის კონცერტი, რომელიც იქ ჩატარდა. ეს იყო დიდი ზეიმი ქართული ხელოვნების. და მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ხალხიც, აი ეს აფხაზები, კანდიდ ტარბა, მისი ძმები, ეს გივი ვაშაკიძე, აივენგო ვაშაკიძე, ჩიტო კაკაბაძე, გურამ ნაჭყეპია, ესენი გავრები იყო და იცით როგორ ხდებოდნენ, ისეთი ძმობა ქონდა, ისეთი მეგობრობა ქონდა. ის აფხაზები, რომლებიც იქ იყვნენ კიდე ანსამბლის წევრები, როგორ გვეხუტებოდნენ, როგორ სითბო ქონდათ, როგორი სიყვარული ქონდათ, როგორი იყო, იცი, აი ეს იყო მართლაც სიხარული ჩვენთვის და მე ეს არასდროს არ დამოვიწყდება. სიყვარულით ხდებოდნენ ქალბატონ ნინოს და ბატონ ილიკოს. ილიკო ესეთი იყო რა, ძალიან აი მიცი როგორი, აი აფხაზური ხასიათიც ქონდა, ესეთი იყო ტემპერამენტი და ეს და ამ სიყვარულს უყურებდით, როგორ ხდებოდნენ ესენი ერთმანეთს. მისი კოლეგები, ამას ხედავდით და ეს გამთბარი სიყვარულით მოვდიოდით თბილისში. მე მინდა რომ აღდგეს ისევ ესა, მე მინდა რომ ჩვენ ისევ მეგობრები ვიყოთ, ისევ ძმები ვიყოთ, ისევ გავრეთიანდეთ და გაერთიანდეს აი ეს სიყვარული, რომელიც ჩვენ გვაკლია. იცით რა გვაკლია? აი ეს ჰავა, ის სიო, ის სოხუმის საოცარი კლიმატი, რომელიც არის იქ და ის ზღვა, როგორი ზღვა, არა ის სხვა პიცუნდა, ესენი ყველაფერი როგორ იცი, აი დაუვიწყარია ჩემთვის. დაუვიწყარია, იცი როგორ მინდა რომ აი ხანდახან ვიტყვი რომ მოდი წავალ რა, რას მიზავენ.
რა უნდა მიქნა, გადავალ იმ ხიდზე და ვიტყვი რომ ფრიდონ სულაბერიძე ვარ და ჩემ მეგობრებთან მოვდივარ. აი ესეთი დღე დამდგარ იყოს რომ მე შემეძლოს პირდაპირ შესვლა და არავით არის იქ ვინმე გამშინჯოს, როგორ არის, რა არის და არ იყოს საჭირო. იმიტომ რომ მინდა ყველა იმ პალმებს, რომელიც ნაბერეზე ყველას მოფერება მინდა, იმ ქუჩებში სიარული მინდა, სადაც დავდიოდი. იმ ადამიანებთან შეხვედრა მინდა, რომელიც ჩემი მეგობრები ხარ, აი უცრებლად ვერ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ეს იყო საოცრება, როგორი სიყვარული იყო და როგორ შეიძლება ამ სიყვარულის წაშლა. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა წაიშალოს. მე მინდა გითხრათ, აი კანტის ტარმა მომწერა წერილი ველიკი ფრიდონ, აი ესეთი იმით, იმიტომ რომ ჩვენ ანსამბლში ერთად ვცეკვავით, მან იცოდა ჩემი ყველა მოძრაობა, ყველა ილეთი, ყველა ის ცეკვებში სად გამოვდიოდი და ისეთი განცვიფრებით უყურებდა, იმიტომ რომ ეს მაინც ჩვენთან რო იყო თბილისში, ჩვენ ანსამბლში, ჩვენ ვეფერებოდით, ვიყავით ძალიან კარგად ახლოს, საოცრერი სიყვარული ქონდა. ნუ თუ შეიძლება უფალი გაგწირავს, უფალი დაუშვებს იმას, რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ. არ დაუშვებს, მე მგონი უფალი. ჩვენ ისევ ვიქნებით კარგად, ისევ შევრიგდებით. აი მე მომწონს აფხაზური ცეკვები, აფხაზური სიმღერები, როგორი სიმღერებია, როგორ მღერიან, გულით, როგორ ცეკვავენ, სხვანაირი ხასიათია აფხაზური ცეკვა. სხვადასხვა მე დავდგი აფხაზური ცეკვა რუსთავის ანსამბლში და ძალიან დიდი წარმატებაა. როცა ეს ცეკვა მიდის, ვიხსენებ სოხუმს, ვიხსენებ ჩემ მეგობრებს, ვიხსენებ იმ ქალაქს, ვიხსენებ ისეთ საოცარ ადგილებს, სადაც დავდიოდი. აი, იცით რა, ეს დამჩა მარტო. რომ ცეკვა მიდის და მეტი არაფერი, არ მინდა მარტო ცეკვა, მე მინდა უფრო მისვლა იქა, უფრო ჩართვა იმათთან, უფრო სიყვარული მათთან, მინდა ხიდი გავდოთ ისევ და ვიაროთ ამ სიყვარულით და ვიაროთ და იყოს შვიდობა და იყოს რაღაც საოცარი სითბო, რომელიც ჩვენ გქონდა. ეს არის რაღაც განუმეორებელი მხარე. ეს არის რაღაც უსაყვარლესი მხარე. თავისი ჰავით. ბევრი რამე არ მახსენდება, უკვე ხანში ვარ, პატარა ვარ, მაგრამ ის რაც მახსენდება, ისეა სიყვარული. აი სიყვარული აფხაზს და ქართველებს შორის. აი ეს მახსენდება.
საოცარი სტუმართმოყვარე ხალხია, საოცარი სტუმართმოყვარე. ესეთი როგორი ტრადიციული, თუ ეს დაიკარგა. არ არის ახლა კიდე სოხუმში მე მგონი არ შეიძლება ეს დაიკარგოს. აფხაზებმა ეს რო დაკარგონ, მაშინ აფხაზეთი აღარ იქნება. მე მივმართავ აფხაზებს, რომლებიც იქ არიან და იქ ცხოვრობენ. ჩემ აფხაზ ძმებს, ჩემ აფხაზ ხალხს, ჩემ აფხაზ იმ დიდებულ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ, საქართველო უყვართ და ეს ახსოვთ, რომ ჩვენ ერთმანეთი ესე გვიყვარდა, მოუწოდებ, შერიგება მოხდეს. ეს სიყვარული მოხდეს. იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამირია იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამირია ასე თურფარი ხარი რადვერ გამჩნევდი სიყვარულისთვის გული არ გამირია იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამირია ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.